ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულის განტევება და ჯვრის მადლი და ძალა ჯვრისა არის ფარველი და შემწე ქრისტიანეთა. არის დიდება ანგელოზთა, ეშმაკთა დათრგუნვა და განდევნა, ბოროტების განხარვება. მურწმუნოთათვის სიცოფე, ხოლო ჩვენთვის მორწმუნეთათვის არის სიქადული და ძალა. და პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ცარიელი არ იყოსო ჯვარი ქრისტესიო, ცარიელი ანუ ამაო. რამე თუ ქრისტემ ჯვარი თავად იტვირთა, თავად მიიტანა გოლგოთამდე ეს იარაღი წამებისა, რომელიც იქცა ქრისტეს ჯვარცმითა და მასზე დაღვრილი სისხლით, იქცა დიდებად, ძალად, ფარველად და ნიშნად, ბეჭედად ქრისტიანობისა. და ნიშანი ყველაზე დიდი, რომელიც არის ჯვართან კავშირში, არის დაკავშირებული ქრისტეს მეორედ მოსვლასთან. რამე თუ ნიშანი, რომელიც როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, საყოველთაოდ გამოჩნდება მთელ მსოფლიოში და ყოველი ადამიანი იხილავს მას ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ზუსტად ეს ნიშანი იქნება ჯვარი. მანამდე კი ყველა ჩვენგანი ტვირთულობთ ჯვარს. ჯვარს, რომელმაც ჩვენ ქრისტესთან უნდა შეგვაკავშიროს. ეს არ არის მხოლოდ ჯვარი, რომელიც ცხოვრებას მოაქვს, როგორც ტკივილი, განსაცდელი, წუხარება, სიმძიმე, სიხარული, წარმატება. სიხარული და წარმატებაც ჯვარია, რომელიც სწორად უნდა მიიღოს ადამიანმა. ეს ყველაფერი ცხოვრებას თან ახლავს, მაგრამ მაცხოვნებელი ჯვარი ადამიანისათვის არის ის, რომელიც კავშირშია ქრისტესთან. სიხარულის დროს მადლიერება, წარმატების დროს მოწყალება და ქმნილი სიკეთე, განსაცდელის დროს იმედი, წუხარების დროს ვედრება და ყოველივეს მიღება ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ხელისაგან და მადლიერებით. და თუ ჩვენ ეს კავშირი გვექნება მუდმივად უფალთან, მაშინ ყველაფერი ჩვენი ცხოვრებისათვის მოგვეცემა. ყოველი დღე, ყოველი წინსვლა თუ განსაცდელი, სულიერი ამაღლება თუ თუნდაც ცოდვის და ცოდვით დაცემა, თუ ჩვენ
მუდმივი კავშირი გვექნება ქრისტესთან, ჩვენთვის არ იქნება უიმედო მდგომარეობა. ჩვენთვის არ იქნება უიმედო მომავალი. და ამგვარად ჩვენმა წინაპარმა გაუძლო საუკუნეების მანძილზე მრავალ ჭირსა და განსაცდელს. ადამიანური შეცდომები ეს თანხლებია ცხოვრების. ვიღაცა მეტად გონიერია, ვიღაცა ნაკლებად. ვიღაცას ამბიციები აწუხებს, ვიღაცა ალალ მართალია და ვიღაცა კიდე კეთილია ბუნებრივად, ვიღაცა ჭირვეული და რო ეთქვიან პატივმოყვარე და ამაყი. ეს ყველაფერი ამ წუთის სოფელში იყო, არის და იქნება. ადამიანური შეცდომებიც იყო, დანაშაულებიც იყო, ცოდვაც იყო, არის და იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ქრისტესთან კავშირი მუდმივი იყოს ადამიანებისათვის. ქრისტესთან კავშირი განაპირობებს ჩვენი სულის ცხოვრების შესაძლებლობას. და ეს არის ძვირფასო ძმანო და დანო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს აძლიერებს ადამიანს და როგორც თქვი, ადამიანის მომავალს უნუგეშოს და უიმედოს არ ხდის, ვერ ხდის, ვერაფერი, რაც არ უნდა ხდებოდეს ამ წუთის სოფელში. და ეკლესიაც აი ამ კავშირზე მუდმივად მოუწოდებს ადამიანს და მიუთითებს. ეს არის ეკლესიის დანიშნულება ყველაზე აღმატებული, რომ ადამიანებს შეახსენოს ქრისტესთან კავშირის საჭიროება და ბედნიერებისათვის აუცილებლობა. ამიტომაც დღევანდელ დღეს, როდესაც ვთქვათ, ღვთის მადლითა და წყალობით ჩვენს ქალაქში, ჩვენს კუთხეში არის სიმშვიდე, მაგრამ ჩვენს დედაქალაქში თუ რომელიმე კიდე სხვა ქალაქში საქართველოსი არის ლებათა ღელვა, ჩვენ ვლოცულობთ პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში გაძლიერდეს კავშირი ქრისტესთან. გამტკიცდეს ეს კავშირი და როდესაც გამტკიცდება ეს კავშირი, მაშინ ყველა ის ნებათა ღელვა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, ის ყველა ნებათა ღელვა სწორად ჩამოყალიბდება, მასზე პასუხი გაეცემა და დაიწყება ამ საკითხების კიდევაც მოგვარება, საკითხების სწორი დანახვა,
რა ჭირდება ჩვენ როგორც ქრისტიანერს და რა არის პირიქით საშიში რომ დაგვალცილოს ღმერთთან. რა სჭირდება ჩვენს ერთს იმისათვის რომ შექმნას კეთილდღეობითი მომავალი. აი ეს არის ჩვენი ლოცვისა და ვედრების მიზანი. რომ ქრისტესთან კავშირი ჩვენი ერისა გაძლიერდეს, გამტკიცდეს და ამ კავშირით მოვიდეს მშვიდობა, მოვიდეს ურთიერთპატივისცემა, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა. ამისთვის ვილოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ესუსუროთ ჩვენს ერს. რომ ჩვენმა ერმა განამტკიცოს და იქონიოს მუდმივი კავშირი ქრისტესთან, მისი კეთილდღეობისათვის და სულიერი ცხოვრებისათვის. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.